ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო, საჩოთიროზე, მეთქი ასე ვიტყვი, ერთის მხრივ გარკვეულწილად საჩოთიროზე. სახელისუფლო პროპაგანდა, ხელისუფლების პროპაგანდა, რატომღაც ჩვენ ტელეკომპანია ფორმულას და არა მხოლოდ ფორმულას, არამედ კრიტიკულად ხელისუფლება ბანდის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს უტევს ბოლო პერიოდია და ასე ეკითხება, თქვენ უხელფასოდ მუშაობთ, ხო? მართლაც ასეა, ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სწორედაც რომ უხელფასოდ მუშაობთ, ხელფასის გარეშე მუშაობთ, იმიტომ რომ ბიზნესი, რომელსაც უნდა მოეტანა თანხა, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულაში ადეკვატური სამწუხაროდ არ არის და ეს ბიზნესი ანგარიშვალდებულებით დამოკიდებულებაშია სწორედ პროპაგანდის რუსული პროპაგანდის თვალსაჩინოებებთან პირველ ყოვლისა TV იმედთან, რუსთავიორთან, პოსტივისთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელსაც აქვს ეგრამაგის პასუხი რეკლამის მიღების უფლება მიუხედავად იმისა, რომ წლეულს 86 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი ისედაც და შარშანკი 102-103 მილიონი 2025 წელს 103 მილიონი ლარი ჰქონდა. ხო, უმრავლეს შემთხვევაში TV პირველის და TV ფორმულას ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჟურნალისტები, რომლებსაც თქვენ ეკრანზე ადევნებთ თვალყურს, არამედ ეგრეთ წოდებული რიგითი თანამშრომლებიც, რომლებიც არ ჩანან და უმრავლესობა სწორედაც რომ ასეთია, ანუ ჩანს ფორმულაზე რამდენი 30 კაცი, 30 მოქალაქე, 30 ჟურნალისტი, 40 და აი ერთი 5 ამდენი თუ 6 ამდენი არა 200-250 კაცი კი ბექშია, ესენი არიან ცხოვლებიდან დაწყებული. ცხოვლები, ოპერატორები, მემონტაჟეები, სოციმედიის თანამშრომლები, ოფისის თანამშრომლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ყველანი მოკლედ ჯამში უმრავლეს შემთხვევაში თანხას ვერ იღებენ. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საწვავის ფული არა გვაქვს, საწვავის ფულიც არა გვაქვს, ეგრამაგის პასუხია ხანდახანზე ხშირად. და სულაც არ გვეთაკილება, გულახდილად გეტყვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ფორმულას ერთ-ერთი გადაცემის წამყვანისათვის, უკლებლივ ყველა აცნობიერებს, ანუ უმრავლესობა თუ გნებავთ გეტყვით ასე, აცნობიერებს რა უმძიმეს მდგომარეობაშია ფორმულა ერთის მხრივ და რა ეგზისტენციური, აი კონცეპტუალური წინააღმდეგობა მიმდინარეობს ახლა საქართველოსა და ანტისაქართლოს, საქართველოსა და რუსეთს შორის. და აკი ამიტომაც დგანან ისინი და არც არ მიდიან მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მე გულახდილად ვიტყვი ამასაც. ხანდახან აი ამ ახალგაზრდებს რომ უყურებ ხოლმე სადილის ფული 24 საათიან რეჟიმში პრაქტიკულად ვინც მუშაობს, ხანდახან სადილის ფული, აი რაღაც პურის გატეხვის ფულის კი არ აქვს, მეტროს ფული არ აქვს. ბევრს არ წუწუნებთ, თქოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, რაღაცნაირად გაგვაქვს თავი, ყოველ შემთხვევაში ფორმულა არ გათიშულა, ფორმულა მუშაობს და ფორმულა იმუშავებს, ვიტყვი ასე. მაგრამ ამაზე არ ვამახვილებ, ხა ყურადღებას მით უფრო რომ რაღაც იოტისოდენა შანსი არსებობს იმისა, რომ ვინმე წაიკითხოს, რომ ეხა ტაბლიაშვილი წუწუნებს, არ წუწუნებთ. ხაზგასმით ვამბობ, არ წუწუნებთ. მე მივაქციე ყურადღება, რომ გამოქვეყნდა ყატარში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ყოფილი ჟურნალისტის, ცოტა ხნის წინ რომ ჟურნალისტი იყო, ვარლამ ვაკო ავალიანის, ვარლამი უბრალოდ რაღაც ოფიციალური სახელია. ამიტომ ვაკოდ მოიხსენიებთ ქვერისნებართვით, რომ ვინმე მარჩათვალოს რომ რაღაცა კნინობით ფორმას, ესე რომ ამბობდნენ ხოლმე ერასტი ერქვა, ხო, ეროსი კიცმარიშვილს ან ავიცი ნიკანორ მელიას რომ ამბობდნენ ხოლმე, არა, ნიკა მელია და ეროსი კიცმარიშვილი იყო, ვარლამ ავალიანიც, ვარლამი რო დაარქვეს. სულაც არ არის ცუდი სახელი მეთქი. ხო, არის. ნუ მოკლედ ვაკო ავალიანის ფინანსური დეკლარაცია გამოქვეყნდა. ვაკო ავალიანი ვიდრე ყატარში დაინიშნებოდა ელჩად, მანამდე გეტყვით ეხა ზუსტად რამდენი ხანი. მანამდე თუ არ ვწდები 10 თვე, მაგრამ ახლა გადავამოწმებ თქვენის ნებართვით.
მანამდე 10 თვე მუშაობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, იცით თქვენ. რადიო თავისუფლების ლინკს ხსნი და კიდევ ერთხელ გადავამოწმებ. რუსთავი 2-ში მუშაობის დროს 10 თვის განმავლობაში მან მიიღო დაახლოებით 400,000 ლარი ხელფასის სახით. 400,000 ლარი 10 თვის განმავლობაში ნიშნავს დაახლოებით 39-40,000 ლარს თვის განმავლობაში. ეხლა ბევრი იტყვის, რომ ღმერთმა შეარგოსო, მაგრამ ეს ხომ პრინციპში ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ეს შრომის ანაზღაურება, ეს ჯილდო, ეს ხელფასი არის ვაკოვალიანის და რუსთავი 2-ში ვინც მუშაობს ხევებისაც, რომელთა დეკლარაციები ბუნებრივია არ გამოქვეყნებულა, იმიტომ რომ ისინი საჯარო სახელმწიფო სამსახურში არ წასულან. ის მისი ვაკოვალიანის გამოქვეყნა მხოლოდ იმიტომ, რომ ყატარშია ის ელჩი და ვალდებული იყო დეკლარაცია ჩაებარებინა. 400,000 ლარი წლის განმავლობაში, კი არა 10 თვის განმავლობაში, ანუ 40,000 ლარი თვეში, ეს არის ჯილდო ლოიალური დამოკიდებულებისათვის. და ასეთივე ჯილდოს იღებს რუსთავი 2-ის, იმედის, პოზიტივის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ზედა ეშელონების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი. იმას კი არ ვამბობ, რომ 19-40,000 ლარი აქვს ყველას ხელფასი, არა. მაგრამ 10,000, 15,000, 17,000, 20,000 ლარზე ნაკლები პრაქტიკულად არავის არ აქვს და ხაზგასმით ვამბობ კიდევ ერთხელ, შეფასებაა ეს ჩემი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აქვთ ეს ხელფასი, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას გამოხატავენ, ანუ გადაფსკვნილები არიან ხელისუფლებასთან და იმას აკეთებენ, იმ საქმეს სჩადიან, იმ დანაშაულის თანამონაწილენი არიან, რა დანაშაულსაც სჩადის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული ოცნების ხელისუფლებად. დავანებოთ ამამა ქართულ ოცნებასაც თავი პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი იღებს რა ყველა გადაწყვეტილება მისი არის დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე და ეს ადამიანებიც ოდიში ამ ზმნისათვის, მაგრამ შერყვნა, გარყვნა, გააფუჭა სწორედ ამ მაღალი ხელფასით. ცდუნება, როდესაც 40,000 ლარს აიღებ, ხო, ძალიან სერიოზულად პრინციპული ადამიანი უნდა იყო, ღირებულებები უნდა გქონდეს მყარი, სწორი იერარქია ღირებულებებისა უნდა გქონდეს კარგად დალაგებული და თავისუფლება არ უნდა გქონდეს გადასროლილი 98 ადგილას, რომ ამ ცდუნებას გაუძლო. მაგრამ ესეც არ არის ჩემი ძირითადი სალაპარაკო, ამასაც გულახდილად გეტყვით. მოკლედ ვარლამ ავალიანმა, ვაკო ავალიანმა მიიღო 400,000 ლარამდე, 314 როგორც დირექტორმა, როგორც კონსულტანტმა 83,000-ზე ოდნავ მეტი. გავიგე. მაგრამ იცით რა არის საინტერესო? დეკლარაცია რო შეავსო ვაკო ავალიანმა და მისმა ცოლმა, მისი ცოლის შემოსავლებიც არის თამარ ქაფიანიძე. ისინი თურმე ფლობენ 2 მიწის ნაკვეთს თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში. ამასთან დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ფლობენ, ძალიან საინტერესო ამბავია. ძალიან, აი მე გავოცდები ხოლმე. ეხლავე წაგიკითხავთ, მე არაფერს არ ვააჭარბებ, არაფერს არ ვიტყუები, არაფერს არ ვაჭარბებ. ოფიციალურ დეკლარაციაშია ეს შეტანილი. დუშეთში 1000 ლარად ნაყიდი აქვს 991 კვადრატული მეტრი. პრაქტიკულად 1 ლარად, ოდნავ მეტად ლარი და 8 თეთრად ნაყიდი აქვს, ლარი და 7 თეთრად ნაყიდი აქვს დუშეთში პრაქტიკულად 1000 კვადრატული, 991 კვადრატული მეტრი. ნასყიდობა აქვს ასევე 92,000 დოლარად ამ წელს 23 წელს უკაცრავად. ნასყიდობა აქვს 879 კვადრატული მეტრისა 879 კვადრატული მეტრისა თბილისში ოქროყანაში. უკაცრავად დუშეთი ნაყიდი აქვს 22-ში, ოქროყანა ნაყიდი აქვს 23-ში. ეს ბუნებრივია არ არის იმ შემოსავლად გულახდელი რო ვიყო, რომლებიც ჰქონდა ვაკო ავალიანს რუსთავი 2-დან 400,000 ლარი, 130,000 ევრო, 150,000 დოლარის ფარგლებში დაახლოებით. 23 წელს, 2011 წელს ვიღაცას რაღაცა უჩუქებია, 2020 წელს 19,800 დოლარად საქართველოში ბათუმში ანგისის ჩიხში უყიდიათ 2.5 კვადრატული მეტრი, რატომღაც ესე წერია შესაძლოა შეცდომა 2.5 კვადრატული მეტრი არ იქნება. 2007 წელს უყიდიათ 71,000 დოლარად, 2025 წელი 185,000 ევროდ უყიდია იტალიაში
Civita Nova Marke Regina Elenაზე 100 კვადრატული მეტრა როგორც ჩანს ბინა. მე მაქვს კითხვა. თუ ვაკვალიანს 400,000 ლარი გავყოთ 3.2-ზე 125,000 ევრო ჰქონდა შემოსავალი 25 წელს 185,000 ევროთ იტალიაში Civita Nova Markeში რეგინა ელენას 29-ში 110 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება როგორ შეიძლება კვლავ ვიმეორებ მას უმეტეს 400,000 ლარისა 25 წელს ყოველ შემთხვევაში არ უფიქსირდება მე აღარ ბძვრები იმასთან და აღარ ვუკირკიტებ იმას როგორ შეიძლება მან ოქროყანაში 2023 წელს როდესაც რუსთავიორში არ იყო და თავდაცვის უწყებიდან უკვე კარგა ხნის წამოსული იყო ეს მნიშვნელოვანი დეტალია ირაკლი ალასანიამ თავის დროზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პირველმა მინისტრმა ქართული ოცნების პირობებში სწორედ ვაკო ავალიანი დანიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და გულახდილი მინდა ვიყო რამდენიმეჯერ ვაკო ავალიანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არასოდეს არ ყოფილა რამდენადაც მახსოვს მაგრამ რამდენიმეჯერ ვაკო ავალიანმა როგორც ჟურნალისტმა თუ ყოფილმა ჟურნალისტმა ძალიან კარგად წარმოაჩინა რომელსაც პიარის მიმართულება უფრო ებარა იმ ჟამინდელი თავდაცვის უწყება მათ შორის მაშინ როგორც მახსოვს როცა ირაკლი ტოვებდა თანამდებობას გახსოვთ როდესაც დერეფანი გაუკეთეს თანამშრომლობა და ოვაციებით ტაში გავოცილეს და მეორეჯერ მაშინ კი არა პირველად მაშინ მანამდე მაშინ როდესაც ირაკლიმ არ მინდა შემეშალოს ავღანეთში იყო ირაკლი იქ სუსტად მაშინ თუ არ ვცდები 11 მაგრამ შესაძლოა ვცდები 11 ეს არის 2013 წელი იმიტომ რომ სააკაშვილი პრეზიდენტია ჯერაც და იქ დაიღუპა ჩვენი თუ არ ვცდები 11 სამხედრო მოსამსახური ჯარისკაცი ვარლამ ვაკო ავალიანი ახალდა ირაკლი ალასანიას იქ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვიდა და ეს იყო უმძიმესი კადრები მართლაც მიშა სააკაშვილიც იყო მიზინ არ მივიდა სხვადასხვა აეროპორტში ხო და მიშა სააკაშვილი როგორც უმაღლესი იმ ხანად უმაღლესი მთავარსარდალი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია ვაკო ავალიანი და სხვები ისდგნენ ერთად და ერთად გლოვობდნენ ერთად მიაგეს პატივი სათანადო სამხედრო მოსამსახურებს მაგრამ ამაზე ხო არ ვლაპარაკობ ვაკო ავალიანი 2013-ში 14-ში წამოვიდა თავდაცვის უწყებიდან 13-ში თუ არ ვცდები ან 14-ში მაქსიმუმ და ამ 2023 წელს 22 წელს ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე არ ვუკირკიტებ რა საიდან იღებდა ის შემოსავლებს აქ აღწერილია თუმცა უმრავლეს შემთხვევაში აქ ჩაწერილია თუმცა უმრავლეს შემთხვევაში რაღაც შეფასოში რომ მუშაობდა ხო ვაკო ავალიანს იქიდან შემოსავალი არ მიუღია ყოველ შემთხვევაში ამ დეკლარაციის მიხედვით და ვკითხულობ 125,000 ევრო თუ ჰქონდა ეს ოხერი და ტიალი ვაკო ავალიანს იმისთვის რომ მას ლოიალური დამოკიდებულება გამოეხატა ბანდა არავკაცრავად ბიზინა ივანიშვილის ან ბანდა ხელისუფლების ბჭყალებს თუ ბჭყალებოთ მიმართ ქართული ოცნების მიმართ მოკლედ სწორედ ამისთვის ჰქონდა ხო ამის მიუხედავად 185,000 ევროდ როგორ იყიდა მან 25 წელს Civita Nova Markeში რეგინა ელენას 29-ში 110 კვადრატული მეტრი 24 წელზე არ ვლაპარაკობ თუმცა ნასყიდობა არის დიმიტრი არაყიშვილის ქუჩაზე ბინისა და აქ არ უწერია როგორც მივხვდები უკაცრავად უწერია 100,000 ამერიკული დოლარი ახლა გადავიდეთ ოჯახის წევრებზე სუბუქი ავტომანქანა 2000 არ წერია 24 წელს ბოდიში ვიხდნაზე ნაყიდი ხო 119,000 ლარად გადავიდეთ ისევ 25 წელს ანუ მაშინ როდესაც რუსთავიორში მუშაობს ნასყიდობა NVIDIA-ს აი იმ NVIDIA-ს სომხეთში რო შევიდა ახლა 23,633 ამერიკულ დოლარად NVIDIA-ს ასოციფასიანი ქაღალდისა აგრეთვე Palantir Technologies Incorporation-ის 5,253 დოლარად 2025 წელს 175 ნომინალის ღირებულება 30 აქციისა. როგორ ახერხებს ამიხსენით? არა, მე იქითკენ კი არ მიმყავს საუბარი, რომ ჩემს ნაცნობს, ოდესღაც ნაცნობს. ვარლამ ავალიანს, ვაკო ავალიანს რაღაცა კორუფციული გარიგებებში მივედაო. არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ
დაბალანსებული ხო უნდა იყოს დეკლარაციები. შემოსავალსა და გასავალს შორის რაღაცა საერთო მონაცემი მივიღე 10 ლარი, დავხარჯე 10 ლარი. განა რამდენი სმარაგი ქონდა 2025 წლამდე სად მუშაობდა ასეთში ვარლამ ავალიანი, ვაკო ავალიანი, უკაცრავად ვაკო უნდა უწოდო, ხო, როკრინდობით ფორმაში არ გავამივიდეს, სად მუშაობდა 13-დან 14-დან 24-მდე 10 წლის განმავლობაში, მით უმეტეს რომ არ აღწერს, რომ ამ შპს-ს, აი აქ ამაკ შპს-ები გეტყვით რა შპს-ებია, ხო? მაგალით ხო ასევე მარდა ისინიც აქვს, ეხლაც აქვს მარაგები, ხო, ანუ რაღაც ანგარიშებზე დანაზოგები 18000 ევრო მის მეუღლეს, 11000 ლარი მას უშუალოდ დანაზოგი და ასე შემდეგ, ხო? მაგალითად 22%-ის ფლობელია რაღაცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შპს შეარ ჯორჯია საქართველოში ოღონდ 0 აქვს მიღებული აქედან 25 წელს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ევრომედია ჯორჯიაში 0 აქვს შემოსავალი აქედან. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ABC Solution-ში 100%-ის ფლობელია 0 აქვს შემოსავალი აქედან. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთადერთი შემოსავალი 23,570 ლარი მას უფიქსირდება ინდივიდუალური მეწარმიდან რომელიც არის ქეთევან წამებულის ორში რეგისტრირებული კავეული საქართველო ინდივიდუალური მეწარმე და ასე შემდეგ და მეტი არც არაფერი 23,000 აკითხარით 770 ლარი. ამასთან ვაკო ავალიანმა დამატებით უყურეთ უკაცრავად მისმა მეუღლემ მიიღო სულ რაღაც 1412 ლარი. შპს ჰოლდინგიდან რუსთავიორიდან მიიღო 314,000 ლარი და მე 80,000 ლარი ვარლამ ვაკო ავალიანმა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ ბოლო ერთ-ერთი პუნქტია რომ ნასყიდობა უძრავი ქონების ეს გითხარით, თამარ ქაფიანიძემ იყიდა ეს მისმა მეუღლემ 185,000 ევროთ იტალიაში სახლი და ნასყიდობა უძრავი ქონების 25 წელს ასევე 100,000 ლარი და ქირავნობა, ბინის ქირავნობა ვარლამ ავალიანმა 5,650 ხო, არ ვიცი. და ასევე მას აქვს დანაზოგები, სწავლის საფასური უკაცრავად გადაიხადა შვილებისთვის, კარგი უქნია რასაკვირველია. 13,500 ევრო და 5,400 ევრო და მკურნალობის ხარჯებში კი დახარჯა 16,000 ევრო. ხო, უკაცრავად შემოსავალიც უფიქსირდება 53,993 ლარი Trade International Steel International Trade Company მომსახურების ანაზღაურება ბიჭო, საიდან იხდიან ამ ხელათ ამ ხებს ამიხსენით რა. და ამასობაში ხარავის არ ვადარებ, მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის ამომავალი ვარსკვლავები. ყველა კრიტიკული არხიდან. რამდენიმეს დასახელება, ბევრის დასახელება შემილია უფრო ზუსტი რო ვიყო. და არ გამოვყოფ რომელიმეს. მაგრამ მართლა აი ყოველდღე რო ვადევნებ თვალყურს ასე მაგალითად ჩვენს არხზე ფორმულაზე ისინი თვიდან თვემდე არ ვაჯიბრებ, არ მინდა რომ მათ კონდეთ გულახდილოდ ვამბობ. არ მინდა რომ ისინი გადაეფსკნან რომელიმე ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას აგრეთვე ან არანაკლებ თუ ასევე თუ როგორც არის. და ამის შედეგად მიიღონ ისეთი ფული 125 თუ 185,000 ევრო რომ იტალიაში სახლი იყიდონ, მანქანა იყიდონ და დაივიწყონ თავისი პროფესია, როგორც დაივიწყა არა მხოლოდ ვაკო ავალიანმა, არამედ ბევრმა ყველამ პრაქტიკულად რუსთავიორიდან და ყველამ TV-იმედიდან და ყველამ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოზიტივიზი აღარც ვახსენებ პოზიტივის, იმიტომ რომ იქ არც არასოდეს ახსოვდათ. მე გეკითხებით, ისი ბრალია ეს ყველაფერი. რა ხდება რეალურად? რატომ იხდიან ადამიანები კი არა სახელმწიფო, რატო იხდის ამ თანხას? არა, პასუხი ვიცით ყველამ. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთში მიიყვანა ქვეყანა, ამათმა აპრავა. ეწყინოს ვაკოს, ან არ ეწყინოს. აპრავა
და ყატარში ელჩის თანამდებობაც დაირტყა. იქ არ ექნება საკვირველია რამდენი ქონდა აქ 300 რაღაცა 1000 ლარი მაგდენი არ ექნება, მაგრამ დანაზოგი შემოსავლის იტალიაში სიბერის გატარების დადგება ეს სიბერის წლებიც ხო? სანაცვლოდ ეს ყველაფერი მისთვის ღირდა, ჩემთვის და ჩვენთვის უბრალოდ არ ღირს. არ შეიძლება და იმიტომ. ნახვამდის.